დასრულების შემთხვევაში უკვე იმიტომ რომ დაახლოებით პუბერტატის ასაკიდან ცხვირხახის ადენოიდები იწყებს დაპატარავებას. უმრავლეს შემთხვევაში 12-13 წლიდან ადენოიდი იწყებს ზომაში შემცირებას, თავის ქალა ზომაში მატულობს, ცხვირხახის სივრცე მატულობს, ადენოიდი რჩება პატარა და უკვე ეს პრობლემას ვეღარ ქმნის. მაგრამ ამასობაში ყალიბდება ცხვირის ძგიდის ანატომია. ცხვირის ძგიდა შედგება ძვლოვანი და ხრტილოვანი ნაწილისგან. და ზრდის პროცესში ეს ცხვირი პირამიდა მოგეხსენებათ, პირამიდის ფორმის, ეს ხრტილი მოთავსებულია ძვლებს შორის. ყველა მხრიდან აქვს ძვლები და ზრდის პროცესში თუ ეს თავის გალით ძვლები და ხრტილი განიცდის ხოლმე გამრუდებას. ეს არის ცხვირის ძგიდის გამრუდება, რაც დასრულებში ითვლება ერთ-ერთ და არა ყველაზე, მაგრამ ერთ-ერთ, ესე იგი, ყველაზე ხშირ მიზეზად ცხვირის სუნთქვის გაძნელების. მასთან ერთად ყველაზე ხშირი მიზეზი არის ქვედა ნიჟარის ჰიპერტროფია. ეხლა ქვედა ნიჟარა წარმოადგენს უკვე ძვლოვანი სტრუქტურა, ლორწოვანი გარსით დაფარული, რომელსაც აქვს ძლიერი სისხლმომარაგება. რომელიც სხვადასხვა გამომწვევი მიზეზებით შეგვიძლია მაგაზე ვისაუბროთ, ხშირად შუპდება. ნორმაში ჩვენი ნიჟარები და ლორწოვანი გარსი ფიზიოლოგიურად განიცდის შეშუპებას 6-8 საათში ერთხელ, ერთი მხარე შუპდება, მეორე ცხრება, მერე იცვლება სისხლმო, მეორე მხარე შეშუპდება, ერთი მხარე ჩაცხრება. მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვგრძნობთ. დიახ. მაგალითად ვირუსის დროს ეს შეშუპება ისეთი ძლიერი ხდება, რომ უკვე გვეჭედება ცხვირი, იმიტომ იმ სივრცეს, სადაც ჰაერმა უნდა გაიაროს, იკავებს მთლიანად შეშუპებული ნიჟარა. თუ ვირუსის გავცვლის შემდეგ ეს ნიჟარა დარჩა ესე ქრონიკულად შეშუპებული, ეს უკვე არის ქრონიკული ჰიპერტროფია. შეიძლება გადავიდეს ამ ქრონიკულ პრობლემაში. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ხშირი მიზეზია ამ ლორწოვანის დაავადებების ალერგიები. ალერგია არის პირდაპირ კავშირში და ძალიან გახშირდა ჩვენ ქალაქში ალერგიული რინიტი. ალერგიული რინიტი არის ეს ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში. ურბანიზაცია ამას ძალიან უწყობს ხელს. ხო, ანუ გარშემო, ესე იგი, ალერგიული გარემო, რომელიც დაბინძურებული ჰაერი, სხვადასხვა ყვავილობის დროს ალერგენები იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და სანამ ჩვენი ორგანიზმი ამ ალერგენზე რეაგირებს, ჩვენი ცხვირის ლორწოვანი არის შეშუპებული და ეხლა თუ შეიძლება გადავალ მესამე პრობლემაზე, იმიტომ ჯაჭვია. დიახ. ამას მოყვება მოქალაქეების და მოსახლეობის მხრიდან ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ამას მოყვება გამხსნელი სპრეი. დიახ. იმიტომ შეუშუპდა, ალერგია შეიძლება 3 თვე გაგრძელდეს, როცა იწყება ყვავილობა და ანუ თებერვლიდან მაისის ჩათვლით. 3 თვე, რა თქმა უნდა, ადამიანი ცხვირს შეშუპებულს ვერ ითმენს, ვერ იტანს, 3 თვე კი არა, 3 დღეც პრობლემაა. ზაფხულში შეიძლება გქონდეს ბალახებზე და ასე შემდეგ. ის მიხედვით ხემცენარია, ბუჩქია, ბალახია და იწყებს, ანუ მაშინვე და რაც აი რაზეც ცოტა დიდხანს ვისაუბრე, მეტ დროს დავუთმობ თუ შეიძლება, იწყება ცხვირის გამხსნელი სპრეების მოხმარება. ცხვირის გამხსნელი სპრეი არის ისეთი სიზახთა შემავიწროვებელი მედიკამენტი, რომელიც ერევა ამ ალერგიით გამოწვეულ შეშუპებას და ადამიანი კარგად სუნთქავს. და შვებით ამოისუნთქა. ამოისუნთქა, ღამე კარგად დაიძინა და კმაყოფილია. მაგრამ თუ ანოტაციას ჩავხედავთ, ესე იგი, თქვენ წარმოიდგინეთ კომპანიამ, ვინც აწარმოა, ის გვიწერს, ვისი ინტერესიც არის რომ გაყიდოს, ანოტაციაში გვიწერს, რომ 7-10 დღე მოვიხმაროთ მაქსიმუმ. ანუ ძალიან მწვავე პერიოდში, იმისთვის რომ ცხვირი იყოს გახსნილი, აერაცია წიაღებში არ შეწყდეს, ანუ წიაღების აერაცია არ შეწყდეს და წიაღებში გამომუშავებული გაზები, ლორწოვანი გამოვიდეს გარეთ და არ ჩაიკეტოს, აი ესეთ მწვავე შემთხვევაში 7 დღე უნდა მოვიხმაროთ გამხსნელი. და ყოლია პაციენტები და ყველა ჩემ კოლეგას ყოლია პაციენტი დარწმუნებული ვარ, რომელიც გიყვება, რომ 7 წელია სპრეის სისხავს, 10 წელია, 13 წელია სპრეის სისხავს. აი, ხო წარმოგიდგენიათ, მათი ლორწოვანი რა მდგომარეობაშია. როდესაც თავად მედიკამენტი ხდება, ცხვირში გაჭედვის მიზეზი. კი, იმიტომ რომ
ეს არის დამოკიდებულება, ჩვეულებრივი დამოკიდებულება სპრეიზე, რომელიც ცხვირს ხსნის, მაგრამ ამას მოყვება სხვა პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ მაშინვე, მაგრამ პირდაპირ მაგალითად თავის ტკივილი, იმიტომ ეს იწვევს სიძაღვების სპაზმს. სიძაღვების სპაზმს ცხვირი თავით მოყვება ხშირად თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანის წვის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, აი ძალიან და მეორე რაც ის არის, ანუ მაგალითად მექანიკურ ცხვირის პრობლემებს წეღან ვახსენეთ ძგიდის გამრუდება. ქირურგიულად მოაგვარებს. მიხვალ ანუ ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ოპერაცია, ცხვირის ძგიდე ხრტილი დავსვათ შუა ხაზზე და მოგვარდა პრობლემა. ალერგიულ რინიტებს და ალერგიულ შეშუპებასაც თუ მივაგნებთ ალერგენს, ჩვენი ალერგოლოგები ძალიან კარგად ხშირ შემთხვევაში მკურნალობენ, კარგად მართავენ, მკურნალობენ და ალერგიული შეშუპება მიზეს თუ ანუ ჰიპოსენსიბილიზაციას თუ მივახცევთ, ალერგიული რინიტიც ჩაცხრება და ცხვირი სუნთქავს და დამოკიდებულებას რას უზავს ექიმი? დამოკიდებულება თავად პაციენტის მოსაგვარებელია. იმიტომ რომ მას აქვს ფიზიკური მდგენელიც და ფსიქოემოციური მდგენელი. და აი ამის არ გვეზარება, ამის ახსნაში ბევრ დროს ვუთმობთ პაციენტს ამის ასახსნელად, რომ გაიაზროს, რომ ეს მისი მოსაგვარებელია. რთულია მესმის და ცოტა ეს პანიკური შიში აქვს და არ შემილია პირით სუნთქვა, როგორ არ წარმოუდგენელია, მაგრამ ვინც მოგვისმენა, დაგვიჯერა, გაიაზრა, მე ძალიან კმაყოფ, გადალახვადია, დაანებეს თავი. აი, თან წარმოიდგინეთ იქ ყველა ტრანსპორტში, ჯიბეში, სახლში თავთან ყველგან უდევთ და სულ ისხურებენ და ვინც გადალახა, აი ამ სენისგან განთავისუფდა და ისე განთავისუფდა. ზოგს გონია რომ მოგვაკითხა იმისთვის, რომ ჩავერიოთ, დავეხმაროთ ქირურგიულ ოპერაციით. და რო უხსნით რომ მეცხლდა სამუდამოდ მოაგვაროს ეს პრობლემა. და რო უხსნით რომ აქ ოპერაცია, ჯერ ერთი ესეთ დაზიანებულ ლორწომაზე ოპერაციის ჩატარება ძალიან არასასიამოვნოა. სისხლდენია, ადვილად ზიანდება და ანუ ქირურგის ინტერესი რომ ოპერაცია გაკეთდეს ისე ანუ როგორც ეს სიამოვნებოდა ხო და პაციენტისთვისაც მე ეს რეაბილიტაციაც ბევრად მარტივია. ანუ რისკები აქვს. ბევრად მარტივია რეაბილიტაცია, როცა ოპერაცია ტარდება ჯამთელ ლორწომაზე. დიახ. დაავადებულ ლორწომაზე ოპერაციას მოყვება სისხლდენა, მოყვება ცუდი ვიზუალიზაცია, მოყვება გართულებები, დიდი ტამპონები და ჯამთელ ლორწომაზე ძგიდის გასწორებას ან ნიჟარის შემცირებას ზომაში. ეს ყველაფერი აღარ მოყვება რა, ძალიან აი მსუბუქად გადადის, უტამპონოთ, სილიკონით, სუნთქავს მაშინვე. ამიტომ ამას რო უხსნით, რომ აი პირველ რიგში დაანებე და სპრეის დამოკიდებულებას, ან სპრეების შეწყვიტე, გაუძელი 5-7 დღეა საჭირო და აი ხა ვინც გვისმენს, მინდა რომ, იმიტომ რომ აი ამაში ამის კონსულტაციაშიც მინდა რომ არც დრო და არც დახარჯონ და არც ფინანსები. ვინც სპრეი და ძალიან დიდი პროცენტია, ძალიან დიდი პროცენტია ჩვენ შემავიწროებელ საშუალებებზე. ძალიან დიდი პროცენტია ეგეთი და ვინც გვისმენს, ერთმანეთს იციან ოჯახში, ნათესავებში, მეგობრებში ეს დამოკიდებულება ვისაც აქვს, გადასცენ. ოპერაცია არ არის აქარჩევანი? ოპერაცია შეიძლება ჭირდებოდეთ, მაგრამ პირველი რაც უნდა გააკეთონ, როცა შერეული პრობლემაა, დამოკიდებულებაც და თუნდაც იყოს გამრუდებაც. დიახ. გამრუდებული ძგიდე, რომელიც სუნთქვაში ხელს არ გიშლის, არ არის საოპერაციო. ძგიდის გასწორებას აზრი აქვს მაშინ, თუ თქვენ ვერ სუნთქავთ და გასწორების შედეგად თქვენი სუნთქვა გაუმჯობესდება. დიახ. თუ დამოკიდებულებაც არის ვერ გავიგებთ თქვენი ძგიდე არის თუ არა ჩასარევი ქირურგის მხრიდან. ანუ ობიექტურ სურათს ვერ აღვიქვამთ. იმიტომ რომ ხელს გვიშლის ეს დამოკიდებულება და ჯერ ამას დაანებეთ თავი. როგორ დაანებოთ? აი ეგრე ყველგან სადაც გიდევთ უნდა გადაყაროთ. დაიტოვოთ ყველაზე ნაკლებად კონცენტრირებული ჩვილ ბავშვთა დოზა, თუ აი ღამე რო მხოლოდ ღამე ძილისწინო უბრალოდ ღამის ძილი შეძლოთ ღამე ნორმალური და ღამით არ ქონდა შფოთვა ადამიანს. იცოდეთ რომ 5-7 დღე მაქსიმუმ, ზოგმა 3 დღეში და ზოგის ლორწოვანი 3 დღეში ჩაცხრა, ზოგის 7 დღეში, ზოგს 10 დღე დაჭირდა. მაგრამ თუ სხვა მიზეზი არ გაქვთ, მწვავე ალერგიაში არ იმყოფებით, მწვავე ვირუსულ მდგომარეობაში არ იმყოფებით, დამოკიდებულება გადალახვადია, უბრალოდ უნდა გაუძლოთ 5 დღე, ზოგჯერ ვეუბნები რომ რა ჩათვალე კუნძულზე ხარ და არ იყიდება, აი რა შვები.
მოუკვდები რაღაცებს, არაფერი არ მოხდება, უბრალოდ 4-5 დღე გაგიჭირდება. მნიშვნელოვანი ასევე, მაგალითად პოზიცია ძილის დროს თავი მაღალზე, რომ სისხლით ნაკლებად მიეწოდოს. რომ ეგრეთ წოდებული გაჭედილობა, რაც უფრო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ სისხლით ვენური შეგუბება იწვევს ლორწოვანი შეშუპებას. ვენური შეგუბება და სპრეი აკეთებს სიძავის სპაზმს, რომ ნაკლებად მოხდეს ეს. ამიტომ ყველას შეუძლია განთავისუფლდეს დამოკიდებულებისგან, უბრალოდ თავის თავს უნდა მოთხოვონ, რომ ეს მას შეუძლია და არა ექიმს, რომ ეხლა მე დამანებებინე სპრეიზე თავი. მიხვდით? რასაკვირველია, მე და თუ თავს დაანებებს, გავა თავი ბოლო შესხურებიდან 2-3 კვირა და მაინც ვერ სუნთქავს, აი მერე ვიფიქროთ უკვე სხვა მიზეზებზე და იმათ მოგვარებას. თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ ახლა აჩიკო, რატომ შეიძლება თუნდაც რეალური პრობლემის შემთხვევაში დამოკიდებულებამ შენიღბოს ის რეალური პრობლემა და გააგრძელოს გზა, გაახანგრძლივოს პროცესი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. და ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოგვარდეს ეს პრობლემა, პირიქით დროში გაიწელოს. თუმცა, როდესაც წარმატებით ჩატარდება ასეთი კორექცია, მაგალითად ძგიდის გამრუდებასთან დაკავშირებით ბრძანეთ, რომ აქ ქირურგიულად ამოცანის გადაჭრა არ წარმოადგენს სირთულეს, თუ დანამდვილებით ვიცით, რომ ერთადერთი მიზეზი სუნთქვის გაძნელების არის ეს მდგომარეობა. რამდენად შესაძლებელია განმეორებით მდგომარეობა, თუნდაც გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ანუ რაღაც პერიოდი იყოს, თქვათ, სუნთქვა აღდგენილი და გავიდეს დრო და ისევ წარმოიშოს ეს პრობლემა. მე ახლა ჩათვალეთ, რომ მაყურებლის კითხვას გისვა. კი, გასაგებია. თუ ნახეთ, როგორც წესი, ცხვირის სუნთქვის პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი მიზეზით. შერეული პრობლემა არის ხოლმე, მაგალითად, ძგიდის გამრუდება და ნიჟარის ჰიპერტროფია. ასევე ძალიან საყურადღებოა და ამაზე ცოტა ნაკლები ინფორმაციაა საზოგადოებაში, ყველა მიცის ძგიდე. ცხვირში გვაქვს სარქველები. ჩვენი სარქველები შესუნთქვის დროს ვიწროვდება, ამოსუნთქვის დროს ფართოვდება. ეს მუშაობს ყველას წინა გვაქვს, ესე იგი, გარე და შიდა სარქველი, 2 სარქველი. და ყველაზე ვიწრო სტრუქტურა ჩვენს ცხვირის ანატომიაში არის შიდა სარქველი. დაახლოებით თუ შეიძლება რომ ვაჩვენო, აი ამ ადგილზე მდგება აი ეს ნაწილი, თუ გინახავთ სპორტსმენებს, ხშირად მოქალაქეებსაც დაკრული აქვთ პლასტირები გარედან. ეს პლასტირი ზუსტად ამ სარქველს აფართოებს და შესუნთქვი, ესე იგი პლასტირის ფიზიკურად მოძრაობა, პლასტირი განიზიდავს სარქველს და შესუნთქვის დროს ნაკლებად ხდება შევიწროება. ანუ სარქლის კოლაფსი. ამიტომ ცხვირის პრობლემებზე, როცა საუბრობთ სუნთქვის პრობლემებზე, ძალიან ბევრი, ეს არ არის როგორც ესე რამოდენიმე და სხვადასხვა მიზეზი რა. ასევე გვხდება ცხვირში და ეს უკვე ალერგიული, ძირითადად αλერგიული რინიტების გამომწვევი ალერგიული პრობლემებია და ცხვირის ანთებები ლორწოვანის, რომლის შედეგადაც გვხდებით პოლიპებს. პოლიპი არის წარმონაქმნი, რომელიც აი ადენოიდით რო საუბრობდით ბავშვებში, ადენოიდითი ვიბადებით ყველას გვაქვს. და პოლიპი არის წარმონაქმნი, რომელიც არ გვქონდა და გაჩნდა ცხვირში, ლორწოვანი გარსის აი ამ მუდმივი შეშუპებების გამო გაჩნდა პოლიპოზური წარმონაქმნი, რომელმაც დაიკავა სივრცე და უშლის ესე შეფერხება სასუნთქ გზაზე. ეს პოლიპები ხშირად ჩდება ცხვირის მიმდებარე წიაღებში, რასაც დანამატ წიაღებს ვეძახით. როცა გახდება იმხელა, რომ უკვე ღრუ, აი ჰაიმორის ღრუ შუბანო 8 წიაღი გვაქვს რა, 4 ერთ მხარეს, 4 მეორე. უკვე ეს ღრუ რო შეავსო და გადმოვიდა ცხვირის ნაწილში, იკავებს სასუნთქ გზას. ასევე ზოგჯერ არის უშუალოდ კოანალური პოლიპი. მოკლედ გამოსავალი არის ოპერაცია. გამოსავალი პოლიპების დროს ოპერაცია. გამოსავალი ასევე არის პოლიპებზე წიაღების ქირურგიის დროს ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში გვჭირდება ალერგოლოგებთან კოლაბორაცია. იმიტომ რომ გამომწვევი მიზეზი 90%-ში არის ალერგიული.
და ქირურგმა რამდენჯერაც არ უნდა ამოვიღო პოლიპი ცხვირიდან, თუ ლორწოვანი გარსი და ორგანიზმი, ანუ თუ ეს კურნალობა არ ჩატარდება, ხანგრძლივი სხვათა შორის, იქნება რეციდივები და ხშირია რეციდივები. ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად ამას ესეთ პაციენტებს ალერგოლოგებთან ერთად კურნალობთ ჩვენ ქირურგიული მეთოდით და ისინი თერაპიულად. ჩვენ საუბრის დასაწყისში თქვენგან მოვისმინეთ ფრაზა, რომელმაც ძალიან კარგად განსაზღვრა თავისდანვე ჩვენი საუბრის ველი. და მემხედველობაში მაქვს მასშტაბი. თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან დიდი თემაა და რასაკვირველია ერთი გადაცემა ძნელად თუ ეყოფა ამ საკითხებს. პრაქტიკულად ჩვენ საუბრისთვის განკუთვნილი დრო ამოვწურეთ, ერთადერთი კითხვა უნდა დაგისვათ ნიჟარებთან დაკავშირებით ბრძანეთ. ესიც გავრცელებული თემაა ძალიან, იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აუცილებლად გკითხავდათ აქ რომ იყოს, რომ გქონდეს შესაძლებლობა მას, გკითხავდათ რომ ნიჟარების ამოკვეთის ან მასზე ვთქვათ, შარევის შემდეგაც ხელახლა იზრდება, ჩნდება ეს პრობლემა თავიდან. ანუ ეს ქირურგიულად წარუმატებელ გადაწყვეტილებას უკავშირდება თუ პროცესი გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. გიბასუხებთ, კარგი კითხვა. პრობლემაა კი, ნიჟარების შეშუპებაც არის ნიჟარაც ის ლორწოვანი გარსის სტრუქტურა, რომლის შეშუპებასაც თავის მიზეზები აქვს. ქირურგიულად ჩარევის დროს ნიჟარა იმდენად მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ცხვირისთვის. წარმოიდგინეთ ნიჟარის დაბოლოება, ნიჟარის ლორწოვან გარში, ანუ არის ნერვული დაბოლოებები, რომელიც აღიქვავს თავის ტვინით, მაგრამ აღიქვას, რომ ჩვენ ცხვირში ჰაერმა გაიარა, ამას ძირითადი ნაწილი ნიჟარაშია. ნიჟარა აძლევს ჩვენ შესუნთქულ ჰაერს მიმართულებას, იმიტომ რომ ჩვენ ჰაერის შესუნთქვა ეს არ მიდის სრულად ფილტვებში. მიდის ყურში ევსტახის მილით, მიდის წიაღებში და დიდი ულუფა ფილტვებში. ნიჟარა აკეთებს ამის მიმართულების და ტურბულენციას. ნიჟარა ჰაერს ათბობს და ატენიანებს. ნიჟარა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სტრუქტურა ცხვირისთვის და ცხვირის სუნთქვის სწორად განხორციელებისთვის. ამიტომ ნიჟარის ამოკვეთა თუ არ გვაქვს საქმე ონკოლოგიურ დაავადებასთან, ესე იგი, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის დასაშვები ვიტყოდი რა. ნიჟარის ზომაში შემცირება, ანუ შეჭმუხნა და არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები, რადიოტალღებით ვჭმუხნით ნიჟარებს. ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ნიჟარა რჩება ცხვირში, თავის ფუნქციებს, მრავალ ფუნქციას და მნიშვნელობას აგრძელებს. უბრალოდ იმიტომ, რომ იყო ჰიპერტროფირებული, ქრონიკულად ვუმკურნალეთ ალერგიას, თავიდავანებეთ წვეთებს, მაგრამ მაინც ეს ნიჟარა ნამდვილი ჰიპერტროფიასთან გვაქვს საქმე და ხელს გვიშლის სუნთქვაში, კი ბატონო, ზომაში შევჭმუხნოთ. თუ ჩვენი ორგანიზმი ჯანმრთელია და ლორწოვანი ჯანმრთელია, ეს დარჩე შენ არ ჩუნდება შეჭმუხნული და აღარ დაგჭირდება განმეორებითი ჩარევა. თუ დაგჭირდა, ჯობია კიდე ერთხელ შევჭმუხნოთ, ვიდრე ვითომ მარტივი გამოსავალი ამოუჭრათ ნიჟარა და ცხვირი დავტოვოთ, ვიტყოდი ინვალიდი. არასრულფასოვანი და მერე ჩნდება ცარიელი ცხვირის სინდრომი. და ის წენ რაც ჩამოვთვალე, დატენიანება, ტურბულენცია. ეს ფუნქცია დაკარგულია. დაკარგულია და აქ უკვე ანუ უკან ვეღარ აბრუნებ რაიმე იმპლანტი და ანუ რა სტრუქტურა არ არსებობს და პაციენტს გამოსავალი აღარ აქვს. ამიტომ მოკვეთა მხოლოდ გარდაუვალ მდგომარეობებში თუ საქმე გვაქვს წარმონაქმთან, სიმსივნურ წარმონაქმთან ან რამე მსგავსი. ძალიან დიდი მადლობა, აჩქო. დღევანდელი სტუმრობისთვის ბრძანეთ. რაც ყველგან ვცდილობ აღვნიშნო. და ყველას თხოვ ჩვენს მენელს ერთი რომ აუცილებლად როგორც ნიჟარაზე ვისაუბრე, იგივე ყურადღებით მიუდგნენ ანტიბიოტიკოთერაპიას და ბავშვები გაზარდონ მაქსიმალურად ანტიბიოტიკების გარეშე და ნუთვლიან რომ ანტიბიოტიკი არის ანტივირუსული საშუალება. მეორე, მწვავე სინუსიტებს, რასაც ხალხისთვის ერთი სიტყვაში იკრიბება, ეს ჰაიმორიტი მაქვს. არ ჭირდება რენტგენით დადასტურება და ნუიღებენ რენტგენს ამისთვის, იმიტომ რომ როცა ზედა სასუნთქის გზების ვირუსი გვაქვს და ცხვირი გაჭედილი გვაქვს, იქ ჰაიმორიტიც მიმდინარეობს, ეს ერთი სტრუქტურაა და ის რაც ისედაც ვიცით, აღარ ჭირდება დასხივება და აღარ ჭირდება
რენტგენით ამის დადასტურება, იმიტომ რომ რენტგენი დაგვიდასტურებს თუ არა, რომ დაჩრდილულია ჩვენი ჰორმონი, კურნალობის და მაინც იგივეა, უნდა დაველოდოთ ვირუსს და გავხსნათ ცხვირი. და მესამე რაც ცოტა მწვავე საკითხია, ძალიან მოერიდონ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გაუკეთონ ბავშვებს ტონზილექტომია. მე მგონია რომ ეს საზოგადოებამ უკვე კარგა ხანია გაიაზრა რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ორგანოს შევინარჩუნოთ ის რაც ანატომიურად ტონზილექტომია არის ძალიან სახიფათო ოპერაცია მით უმეტეს ბავშვთა ასაკში და ყველა განვითარებულ მედიცინაში 5 წლამდე ფაქტიურად აღარ კეთდება და ჩვენი საზოგადოებაც მინდა რომ მაგ მიმართულებით იფიქრონ და ყოველთვის მიიღონ მეორე აზრი მართლა ჭირდება თუ არა თქვენ შვილებს გლანდების ამოჭრა, იმიტომ რომ ის ავადობები 5-6 წლამდე არის ვირუსების და იმუნიტეტის ბრალი და არა გლანდების.